ანტონ ლავეი, სატანის ეკლესიის დამაარსებელი ამბობდა: კმაყოფილი ვარ, ქრისტიანი მშობლების შვილებს ეშმაკის თაყვანისცემის უფლებას წელიწადში სულ ცოტა, ერთი დღით მაინც რომ აძლევენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰელოუინზე. ყოფილი სატანისტი ჯონ რამირესი ჰელოუინის შესახებ თავის დამოკიდებულებაზე საჯაროდ საუბრობს და ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ არ აღნიშნონ ეს დღე, რომელიც ერთი შეხედვით მხიარულებით არის ახსავსე. არამედ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებს ეს თარიღი კოსტიუმირებული ფასადის მიღმა. ჰელოუინში საზიანოს ვერაფერს ვხედავთ, იმიტომ რომ ამ დროს ვერთობით, სახეებს ვიხატავთ, კოსტიუმებს ვიცვამთ, კარებს ვრთავთ, ეკლესიების შესასვლელებიც კი ირთვება ჰელოუინისთვის გოგრებით. ასეთი ქმედებით ეშმაკს უფლებას ვაძლევთ თქვას, ეს არის ჩემი ეკლესია. დემონურ წარმოდგენებს და რიტუალებს თუ კი არ ვაწყობთ და ადამიანებს არ უწირავთ მსხვერპლად, ფიქრობთ, რომ უსაფრთხოა ეს ყველაფერი. თუმცა როგორც კი ჰელოუინის აღსანიშნავად გამოეწყობით, იმის მიუხედავად, სახეს მოიხატავთ თუ კოსტიუმს მოირგებთ, მტრის ხელში ხართ. ასეთი ქცევით თქვენი ნებით აძლევთ უფლებას თქვენს თავსა და თქვენს შვილებს იზეიმოთ ეშმაკის დღესასწაული. მახსოვს 1987 წლის 31 ოქტომბერი. მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ ჰელოუინის დღეს თავქორწინებულიყავით, დემონური რიტუალის დროს, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა. ქორწილის ზარები ჯოჯოხეთის კარამდე ისმოდა. ჩვენთვის, ეშმაკის თაყვანისმცემლებისთვის, ჰელოუინი განსაკუთრებული დღე იყო. ველოდით როდის ვიზეიმებდით, რადგან კარგად ვიცოდით ამ ღამის გავლენისა და ბნელი ძალების შესახებ. ეს ბნელ მაგიურ სამყაროში ყველაზე განსხვავებული დღეა. მორწმუნეებს ვკითხავდი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის წითელი პარასკევი ან აღდგომა. ჰელოუინს ასეთი წონა და მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სიბნელის მხარეს არიან. მახსოვს დღეები, სანამ ჰელოუინი დადგებოდა. ჩვენ, ეშმაკის თაყვანისმცემლებს, ინსტრუქცია გვქონდა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა და ვიცოდით, რომ წინ გრძელი ღამე გველოდა. დღის განმავლობაში უნდა გამომეძინა, რათა შუა ღამისას მზად ვყოფილიყავი და შემძლებოდა ჯოჯოხეთისთვის კარი გამეღო ამ სამყაროში შემოსასვლელად. გაოცებული ვარ, როგორ აიტაცა სამყარომ ეს დღესასწაული, რადგან ყველა წმინდანის დღე მათ სტურად ჟღერს. ჩვენს გონებაში ეს წმინდა დღეა, თუმცა ეს ასე არ არის. ეს დღე მთელს სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკის კონტინენტზე და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის შტატებშიც აღინიშნება. ესპანურ კულტურაში ამ დღეს დია დე მუერტოს, გარდაცვლილთა დღე ჰქვია, რომელსაც რიტუალებით, ცერემონიებით და საფლავებზე გასვლით აღნიშნავენ. ამ ყველაფრის ნახვა თავადაც შეგიძლიათ YouTube-ზე. ამ დღესასწაულს სიწმინდესთან საერთო არაფერი აქვს. როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ სიბნელეს? უფალი იესოს შესახებ კეთილი უწყების გავრცელებით. ბიბლიაში ღმერთი მორწმუნეებს წმინდანებს უწოდებს. ეს ტერმინი მიანიშნებს, რომ ჩვენ ქრისტეს სისხლით, მისი ჯვარცმით განვიწმინდეთ. მე, მაგალითად როგორც ღვთისმსახური, ყველა წმინდანის დღეს გამოვიყენებდი, რათა ჩემი ხსნის, ჩემი ოჯახისა და საყვარელი ადამიანების ხსნის დღე აღმენიშნა. ამ დღეს ჩემს ეკლესიაში აღვნიშნავდი სამახარებლო მიზნების გამო, რათა ურწმუნო ადამიანებს დამოწმებები მოესმინათ ღმერთის სიკეთის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრება. ამ ღამით მრავალი სულის გადარჩენით ეშმაკს თავს სჯით, იესო ქრისტეს სახელით.